საღამო მშვიდობისა ნიკა ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი პირველ რიგში მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი თემით რომელიც სოფლიოს ყურადღების ცენტრში ამას წინა თუ ამბობდი ერთ-ერთ გადაცემაში რომ რანაირი უცნაური ქვეყანა ვარ თქო მთელი მსოფლიო უკრაინას უყურებს უკრაინაში განვითარებული პროცესების მოლოდინშია ომი დაიწყება თუ არა სამხედრო შეტაკებები დაიწყება თუ არა და ამ დროს ჩვენ ვართ იმის მოლოდინში ოპოზიციაზე რა კომპრომატებს გამოყრის თქო ჩვენი ხელისუფლება ამაზე მოგვიანებით მანამდე მინდა რომ თქვენი კომენტარი პირველი კომენტარი მოვისმინო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე ჩვენ მივეცით ეს ამონარიდები როდესაც მას დაუსვეს კითხვა ფრანს პრესის კითხვა იყო წეგან პრეს კონფერენციაზე 2009 წელს თქვენ ბრძანეთ რომ სააკაშვილი არის პირადად პასუხისმგებელი იმ სამხედრო აგრესიის გამო რაც რუსეთმა წამოიწყო საქართველოში 2008 წელსო ზურაბიშვილის კომენტარი პასუხი ასეთი აღმოჩნდა ეს შიდა დისკუსია იყო მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ომზე ეს მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობა ყველა კონფლიქტისთვის საქართველოს არ გადაუბიჯებია რუსეთმა გადმოაბიჯა ზელენსკი ფრთხილად გამს ნაბიჯებს არ წამოეგოს პროვოკაციას ყველა ხელისუფლება უნდა ეცადოს არ წამოიგოს პროვოკაციას და აი ეს იყო ჩემი სულისკვეთებაო ცოტა გაუგებარია შიდა დისკუსიაზე გაცემული მისი პასუხი იმიტომ რომ ამ სტუდიაში გვაქვს ჩვენ მოსმენელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ძინარე ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით და მაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენ არქივს დღევანდელი გადაცემის მსვლელობისას შემოგთავაზებთ რა სიტყვით ნიკა თქვენ საქართველოს ხელისუფლება რამდენად ადეკვატურია დღეს იმ პროცესებისა რასაც მსოფლიოს მთავარი რაც მსოფლიოს ყურადღების მთავარი თემა მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში არ დავიწყებდი ხალბატონ ზურაბიშვილის განცხადების კომენტარის გაკეთებით უბრალოდ ვიტყოდი უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე მის განცხადებაზე კომენტარის კეთება ახლა მთელი სოფლიო დღეს საუბრობს უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს სცენარის მოშველიებით 2008 წლის ომი მაქვს ხედველობაში არადა ნუ სამწუხაროდ ვაკვირდებოდით უკანასკნელი აი ამ 14 წლის განმავლობაში როგორ იცვლებოდა რიტორიკა როგორც საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საზოგადოების რიგი წარმომადგენლების მხრიდან ასევე ქვეყნის შიგნითაც და დაიწყო რითი იმითი რომ წინა ხელისუფლებამ გახსნა ცეცხლი სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის შემდეგ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გადაითარგმნა რიტორიკის დონეზე შემდეგნაირად თითქოს წინა ხელისუფლება პროვოკაციას წამოეგო და დღეს უკვე მთელი ცივილიზებული სამყარო საუბრობს რომ უკრაინაში ხდება ის და რუსეთი და პუტინი შეადეს იმას რაც პუტინმა გააკეთა 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში და ეს რას ადასტურებს ეს ადასტურებს რომ თავად ისტორია ამტკიცებს მალევე ვინ იდგა ისტორიის სწორ მხარეს და დიახაც ისტორიამ უკვე დაადასტურა რომ ისტორიის სწორ მხარეს იდგა 2008 წელს მაშინდელი სახელმწიფოს ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი. ახლა დასანანია რომ ნეტო მარტო ხალბატონი ზურაბიშვილი ყოფილიყო, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდა. ხო, ესა ვახსენე, იმიტომ რომ აი სულ ცოტა ხნის წინ მიმართებაში და მეტიც თავარი, ციცით, რომ არა საქართველოს სამწუხაროდ მოხდა ის ტრაგედია, რაც მოხდა, ის აგრესია ჩვენ წინააღმდეგ რაც მოხდა 2008 წელს, მაგრამ რომ არა ის აგრესია, რომ არა ის ომი, რომელიც წამოიწყო პუტინმა ჩვენს წინააღმდეგ, ხო, დღესაც ძალიან რთული იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება უკრაინელების მხრიდან, რომ ეს არის მზაკრული გეგმა პუტინის მხრიდან. მაშინ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები მთელ სოფლიოში რკინის კალანები ეცვათ და დააფრინავდნენ და ქვეყანაში გადადიოდნენ და არწმუნებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის მხრიდან კარგად ორგანიზებული სამხედრო გეგმა აგრესიისა და ამას ის გააკეთებს აუცილებლად და ბევრ სამწუხაროდ არ სჯეროდა. და დღეს ზელენსკიმ შეახსენა სხვათა შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ნუ გაიმეორებთო საქართველოსთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას. და რომ შევაჯამოთ, ეხლა მოკლედ აი ეს ნაწილი, ის რომ პუტინმა პირწმინდად წააგო საინფორმაციო ომი, ვიდრე ჩვენ საუბრობთ მთელ სოფლიოში, არის წინა პრეცედენტის დამსახურება 2008 წლის. იმიტომ რომ მოყავდათ მაგალითად დღეს ზელენსკიდან დაწყებული ყველა საღადმოაზროვნე უკრაინის პარტნიორს, რომ უკრაინაში პუტინი ქართული სცენარით მოქმედებს.
არავითარი უკრაინის მხრიდან ცდელობა მშვიდობიანი ლუგანსკის, დონეცკის დაბომბვისა არ იგეგმება, რასაც ჩადიოდა მაშინ პუტინის პროპაგანდა და ბევრს ეს ამ ყველაფერს ჯეროდა, მაგრამ ახლა არავინ არ დაიჯერა. არავინ არ დაიჯერა და ქართველებისა და ქართველი გმირების წყალობით, რომლებაც მართლაც იომეს რამდენადაც შეგვეძლოთ და შეეძლოთ და შეინარჩუნეს სახელმწიფო ჯერჯერობით, რომელიც გვაქვს და მე ვფიქრობ, მართლაც დაუნახავი ადამიანი უნდა იყოს. იქნება ეს ქართველი თუ არა ქართველი, რომ ახლა მაინც არ სჯეროდეს. არ იყო პუტინის ამოცანა და მიზანი მხოლოდ ნაწილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებისა. თბილისში, იქ სადაც ახლა ჩვენ ვხედავთ, აქ როგორც მინიმუმ უნდა შეცვლილიყო მყისიერად ხელისუფლება, რომელიც გაატარებდა პუტინის ინტერესებს. მაგრამ ის რაც დღეს მოხდა უკრაინაში, მისასალმებელია, რომ ომი საინფორმაციო წაგებული აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარანტირებული აქვს უკვე თავისუფლება და დამოუკიდებლობა უკრაინას. თავარი კითხვა ისიც არა ფარგლებში მოხდება. ანუ ტერიტორიულ საზღვრებს გულისხმობ, რომელზეც უნდა გავრცელდეს მათი მიღებული ეს გადაწყვეტილება, ხო? დიახაც, ეს ერთი პრობლემა და რა თქმა უნდა, ლუგანსკისა და დონეცკის თლიან ოლქებზე ამაზე ბევრი ითქვა და ითქმება მომდევნო დღეებში, როგორც ჩანს, ექნება პრეტენზია პუტინს, მაგრამ არანაკლები ამოცანა, რომლის შესრულებასაც იგი ეცდება, არის უკრაინაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. ის, რაც მოხდა საქართველოში ომიდან 4 წლის თავზე. 2012-ზე საუბრობთ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნების მოყვანა ხელისუფლებაში ეს იყო სწორედ აი ამ პუტინის გეგმის განხორციელება 2008 წლის გაგრძელება. თქვენ გადაცემათ ძალიან უხდება საუბარი მართალი სიტყვებით და სიმართლე. მადლობა თუ ასეთი შტაბეშტილება. უხდება, მე ესე ვფიქრობ, გონია რომ უფრო ალამაზებს და მოდით მაშინ მეც ვიტყვი ხო ამ მიმართულებითაც სიმართლეს. დიახაც დღეს ქვეყანას გნებავთ, ვუწოდოთ, ყავს რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, კიდათ ასეთი შეფასება მიცეთ, ან რუსეთის მიერ ხელდასმული ხელისუფლება. რომელ ასეთ ოპციასაც არ უნდა ვირჩევდეთ შინაარსობრივად სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის ზიანის მიყენების კუთხით ერთი და იგივე არის. მე უბრალოდ ვცდილობ, როდესაც 2012 წლის არჩევნები მაქვს ხედველობაში, გაუფრთხილდე 10,000-ობით და ალბათ 100,000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს, ვინც სხვადასხვა მოტივაციით, სხვადასხვა აბსოლუტურად სხვა და არა რუსეთის ინტერესი, რა თქმა უნდა, მოტივაციით ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. მათ შორის ჩემო ოჯახის წევრებმა და ამიტომ ვცდილობ რომ თქვა, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს დღეს, მაგრამ ხშირად, უფრო ხშირად სურვილი მაქვს, რომ რუსეთის ხელდასმული ხელისუფლება მართავს დღეს თავად რომლისკენ იხრებით გამტარებელი თუ რუსეთის ხელდასმული. არა, იცით რა არის 2012 წელს რუსეთის ფედერაციას პუტინს ჰქონდა ცხოველური ინტერესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცვალა და მოახდინა კაპიტალიზაცია იმ საკითხებით, იმ საკითხებზე, რომელიც მართლაც აწუხებდა საქართველოს არც თუ ისე მოქალაქეს და უნებლიეთ ისინი ჩაერთვენ რუსეთის ფედერაციის ინტერესების გატარებაში. ეს ხო დრომ დაადასტურა. თუმცა ქართული ოცნება აქეთ ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას, მაგალითად იმაში, რომ 20% ჩვენი ტერიტორიებისა გვაქვს დაკარგული და ეს არის მარადიულად მათი საუბრის მთავარი აქცენტი და მთავარი ხაზგასასმელი თემა, რომ აი 20% რომ არის დღეს ოკუპირებული ქვეყნის, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ბრალი. მე ჩემი პოზიცია პრინციპში შესავალშიც თქვი, გუში, როდესაც ვუხურებდი პუტინის აი ამ ვრცელ განცხადებას პირდაპირ ეთერში, მაშინ Facebook-ზეც დავწერე, რომ და ანუ ამ თემაზე რა, რომ ანუ მაინტერესებს მართლა დღესაც იგივეს ფიქრობენ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ რუსეთთან ომის დაწყებაში. 2008 წლის ომი რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ, აი ამაზე დისკუსია დღესაც რომ აქტუალურია, იმიტომ რომ აი ამ 55 წუთს მეგობრებო თუ უსმინეთ იქ დასამტკიცებელი საქართველოს არაფერი არ აქვს ვინ დაიწყო ომი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე რუსეთის პრეზიდენტი. ვიცი დავიწყეთ იმ გადაცემა და რა ვთქვი იმდენად დიდი სიცხადე შევიდა 2008 წლის
ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების ეს მოლაპარაკეთავებიც ვეღარ ბედავენ დღეს თქვან რომ 2008 წელს ომი დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის აშენაში. დღეს უკვე ისინიც ვერ ბედავენ და ამიტომაც ვთქვი რომ ისტორიის სწორ მხარეს დგომმა ქართულმა საზოგადოებამ დღეს დაამტკიცა თავისი სიმართლე და ისტორია ხო, თუმცა აი საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს გია ვოლსკი, მაგალითად, რომელიც ამბობს, რომ არსებობს დღეს თქვა ეს, დღეს გააკეთა ეს განცხადება, არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრა და ოკუპაცია რეალური გამხდარიყო, ამის თავიდან ასაცილებლად უამრავი გზა გქონდა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ისინიც კი ვეღარ აკეთებენო დღეს მსგავს განცხადებას, მაგრამ აი ეს ვოლსკის ეს განცხადება არის დღევანდელი. მეგობრებს არ ეხება უბრალოდ არ არსებობდა არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი სუვერენული ხელისუფალი საქართველოს ისტორიაში, რომელიც არ იყო დარტყმის ქვეშ რუსეთის იმპერიის მხრიდან. არ არსებობდა და ეხა დღეს მიმდინარე პროცესებს, როდესაც სოფლიო თვალყურს ადევნებს და ამავე დროს ვოლსკის ციტირებას გიწევთ თქვენ წამყვან ჟურნალისტს ქვეყანაში, ეს ცალკე დრამა და ცალკე ტრაგედია. არა და რას უნდა აკეთებდეს ვოლსკი და მისი მეგობრები და ხელისუფლება, ხო? ახლა, როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა კვლავ დღის წესრიგში დადგეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხი სოფლიო საერთაშორისო არენაზე, ხო? იმის მაგივრად, რომ ახლა ქართული ოცნება ელჩებს ავალებდეს და დავალებას აძლევდეს ვარშავაში, ლონდონში, კიევში მოამზადონ ოფიციალური შეხვედრები პრემიერ-მინისტრისთვის, მე პრემიერ-მინისტრი ჩადიოდეს, სურვილს ოფიციალურად საჯაროდ გამოთქვამდეს იმ სამთა კავშირში წევრობაზე, რომელიც როგორც ჩანს მაღალი ალბათობით უახლოეს მომავალში იქნება ძალიან ქმედითი თავდაცვითი კავშირი, ხო? ამას უნდა აკეთებდეს ეუთოში, რეზოლუციას აცოცხებდნენ საქართველოზე მინისტრთა კომიტეტზე მოხსენებას ნიშნავდნენ, იქ გაეროში ასევე რეზოლუციაზე უნდა მუშაობდნენ უკრაინელებთან ერთად, ნატოსა და საქართველოს კომისია უნდა ცოცხლებოდეს და ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ. ანუ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ხო არ ვაჭარბებ. ანუ არ ვსაუბრობ ახლა აი ამ წუთას. თავი და ნუ აღმივხვათ ძვირფას საზოგადოება როგორც პოლიტიკოს ოპოზიციონერს. საქართველოს მოქალაქე გესაუბრებათ და ვსაუბრობ ინგა გრიგოლიძის გადაცემაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს ვარშავაში, არ ვიცი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ლონდონში, საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა იყოს კიევში, ან პირიქით ან როგორც გნებავთ. რომელ ყოფნაზე ლაპარაკობთ? არა, ხო, აი ეს იქნებოდა. და კონფერენცია სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, სადაც ყველაფერზე მოვისმინეთ ჩვენი პრემიერის მხრიდან კომენტარი იმის გარდა, რაც მსოფლიოს მთავარი ყურადღების თემაა და ჩვენთვის ძალიან ეს არის თუ არა პასუხი და ვარ თუ არა შეხვედრა და არანაირი პოლიტიკური სიტყვა. ჭრიდა. მიუხედავად. ეხლა ეს ხო შემთხვევით არ ხდება. ანუ რას ნიშნავს? საზოგადოება გადაწყვიტ რუსეთის ხელდასმული არის ეს ხელისუფლება თუ რუსეთის ინტერესების გამტარებელია სახელმწიფო საქართველოს ზიანი ადგება თანაბრად გინდათ ასე ვთქვათ და გინდათ ისე იმიტომ რომ ძირგანომთხრელი საქმიანობით ხარ ორივე შემთხვევაში დაკავებული ეს ყველაფერი შემთხვევით ხომ არ ხდება ძვირფასო მოქალაქეებო რომ ღარიბაშვილი ჩადის მიუნხენის წამყვან უსაფრთხოების კონფერენციაზე და არაფერს არ აკეთებს. უბრალოდ დაფიქსირდა, ხომ? და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და აქაც ხელისუფლების, წინა ხელისუფლების, ქართველების, გმირი ჯარისკაცების, მიხეილ სააკაშვილის, მისი ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება გამოცოცხლებულია და სიმართლის გამტკიცება შევძელით და მათ შორის 2014 წელს რაც მოხდა ყირიმთან მიმართებაში, იქაც დუმდნენ, მაგრამ 2000 წინა წლებში 2007 წელს იგივე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა ყველაზე ვერაგი სიტყვა წარმოთქვა, როდესაც პირველად მან თქვა, რომ ვიწყებ, ნახეთ, იგივე კონფერენციაზე 2007 წელს პუტინმა თქვა, ვიწყებ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგების რევიზიას. და მართაც ერთ წელიწადში ხო და ამიტომ მოახდინო ის სამხედრო ღია დაფიქსირებული ჩემი პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არ დავიღლები და ბევრჯერ გავიმეორებ ვისაც არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს რომ სირცხვილია იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს და თუ კი ვინმე მართლა ასე ფიქრობდით ხალხო და თუ არ მოგისმენიათ გუშინდელი პუტინის ის ვრცელი განცხადება მაშინ გადაახვიეთ მოისმინეთ და კითხვა
მოგივარდებათ. ხო ხედავთ სალომე ზურაბიშვილსაც კი, როდესაც ამ თემაზე წეღან კითხვა დაუსვეს, BBC-მ დაუსვა, თუ არ ვწდები, თქვა რომ ეს შიდა დისკუსიისაგან იყო, ჩემიო განცხადე თუ France Press-ი, რა მნიშვნელობა უცხოდა. ინგა, მთელი პროპაგანდა ამაზე ედგათ და დღესაც ნაციონალურ მოძრაობას მაპატიეთ, როდესაც უნდათ პროპაგანდა მათი ეფექტური იყოს, მართლაც ყველა ნორმალურ ადამიანს უსურს მშვიდობა, ხო? ამ ქვეყანაში. რითი აშინებდნენ დღესაც, რომ ნაციონალურ მოძრაობა ომის პარტია. ეს იგივე ხა წარმოიდგინეთ, რატო გაიმარჯვა დღეს საინფორმაციო ომში მთელს პლანეტაზე, სოფლიოში პუტინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ვამბობ დღეს, ვიდრე საუბრობთ მონაცემებით, ხო? იმიტომ რომ უკრაინული საზოგადოება გაერთიანდა, იცით, მათ აჩვენეს ეროვნული ინტერესი რას ნიშნავს და ის სიტყვები, რომელიც უკრაინის ჰიმნის ტექსტში უწერიათ, რომ ჩვენ დავდებთ სულსა და ხორცს თავისუფლებისთვის, ამას ცხადში ახორციელებენ და ჩვენ ის რომ გებზე გვიწერია ძალა ერთობაშია, ხშირად მართლაც უგონია, მე მგონი რომ სილამაზის გამო გვიწერია. და 2008 წელს მახსოვს ისეთი საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც ნამდვილად არიან ერთ-ერთი პირველი მედასავლეთეები, დასავლური ორიენტაციის მეხოთბეები, მაგრამ იმდენად იყვნენ წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, რომ ლიბრი გადაეკრათ. აი ნიკა ამასობაში ვრცელდება ჩვენს ძირგამოხსნას განცხადება პუტინის დონბასი და ლუგანსკი ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარეთო. აი ხა სააკაშვილს შეეხეთ თქვენ და კითხვა მინდა დაგისვათ სწორედ მასთან დაკავშირებით, ხო? ცხადია ჩვენ უკრაინის თემაზე და ჩვენზე როგორ შეიძლება აისახოს მთელი ეს პროცესები ჩვენს ქვეყანაში შემდეგ ბლოკშიც ვისაუბრებ, თუმცა აი რეზოლუციის ტექსტი ეს დამავიწყდა რომ მეთქვა რა თქვენთან საუბარში გამომეყო მთავარ თემად კიდევ რეზოლუციის ტექსტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, სადაც რუსეთი როგორც ოკუპანტი საერთოდ არ არის მოხსენიებული, ბევრ ამაზე მეტყველებდა და მარგველაშვილის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება იყო, მოკლედ წავიკითხავ. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ როდესაც რუსეთს აგრესორად არ მოიხსენიებ, ჯობია ასეთი რეზოლუცია საერთოდ არ მიიღო, იმიტომ რომ ამ რეზოლუციით შენ ნათლად კი არ ამბობ, რომ აგრესორი უნდა შეჩერდეს, ამ აგრესორს კიდევ უფრო მეტად აგულიანებ, ის ხედავს რამხელა შიში დათესა რა და ანუ დათვი რომ მოგერევა და ბაბაია რომ უნდა დაუძახო, მე მგონი მეგობრებო, ცოტა უფრო ღრმად უნდა შევხედოთ და უნდა გავაანალიზოთ, თუნდაც უკრაინის კონტექსტში, აი გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა ორი ერთმანეთის იდენტური დოკუმენტი რომ ააფრიალა, სადაც აფხაზეთის და ოსეთის დასახელებებია, სამხრეთ ოსეთის მხოლოდ შეცვლილი თორე ტექსტი რომ იდენტურია, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველება. ახლა შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა, არანაირად არ არის გამოყენებული და მეტიც ერთი სული აქვს დაიხუროს მალე შესაძლებლობის ფანჯარა. ესეც ხო ლაკმუსის ქაღალდია, ესეც ხო უბრალოდ ძალიან ცხადი ტესტი არის ხელისუფლება რა ინტერესს ატარებს. არ არის ეს ხელისუფლება, სუვერენული ხელისუფლება. ვინმეს ჯერ კიდევ თუ ჭრის ყურს, სიმართლეა, ფაქტების კონსტატირებას ვახდეთ და ისევ საუბრობთ. ასე ბრმად არავის იალიქს არ ვაწებებთ, ხო? და პრორუსული ინტერესის გატარება აღარ ქვია. პირდაპირ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ კი არა. პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავი დაანებით რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. მესამე და მეორე დონის ასე თქვა და მართველები მართავენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის სიმართლე. რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ვიდრე ჩვენ საუბრობთ და ჯერ კიდევ ყავს, არ უნდა არც განვითარება, არც პროგრესი, ცივილიზაცია, როდესაც არ გინდა და დასავლური ფასეულობები და ღირებულებები, როდესაც არ გინდა. და სიტყვის თავისუფლება, როდესაც არ გინდა, პლურალიზმი, როდესაც არ გინდა, პოლიტიკური ოპონენტი რომ მტერი გგონია და ან მოკლა ქსურს მისი ან დაპატიმრება, ან ტყვედაყვანა, ეს უბრალოდ იმას კი არ უსმევს ხას, რომ შენ დასავლეთის მეხოთმე ხარ თუ მოსკოვში აღიარებული ადამიანი ხარ, იმიტომ რომ მათ ინტერესს ატარებ. ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა რომ ქვეყანაში ოდესმე ცხოვრობდეს დიდარი საქართველოს მოქალაქე. მოკლა ვისი უნდათ? დაჭერაზე გეტყვით? თქვენიც, საბატონო იგ, რა თქვენიც ნებისმიერი ადამიანის ოპონენტის მოკლაო და რამე ინფორმაცია არა, ერთი წუთით. ყველა საზოგადოება პოლიტიკურად, საზოგადოება და აქტიური ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება,
ეხლა სურვილი რომ არ არსებობდეთ, ამაში ეჭვი ხო არ გვეპარება. ამაში ეჭვი ხო არ გვეპარება, ხო? და სანამ გადავალთ მიხეილ სააკაშვილზე, ხო? ხო, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეხლა და ვისაუბროთ მის ტყვეობასთან მიმართებაში. რაც ხდება, თუნდაც აგერ ერთი მაგალითი რა, მნიშვნელოვანი ცხად, მაგრამ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ვინც ჯოხი ბორბლებში არის სხვადასხვა დონეზე ამ რეჟიმისთვის, რა თქმა უნდა, არასასურველია რომ ცოცხალი იყო თუ უბრალოდ და არსებობდეთ. ამიტომ, ეხლა, როდესაც საერთაშორისო ფრონტის გაღვივების შესაძლებლობა გეძლევა შენ. გაღვივების დიახაც, აი როგორ ნაკვენჩხიდან რომ ცეცხლი ააგიზგიზო და ამას არ აკეთებ. არადა ხედავ პროცესები დრამატულად შეცვლილი არის და შენ ყველაფერს უნდა ცდილობდე რომ სანქციის რუსეთ პუტინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე დაკისრების თანამონაწილე გახდე და მართლაც მომხმარებელი გახდე და ასევე რა თქმა უნდა დაუჭირო და მონაწილე გახდე სანქციების პროცესისა, შენ საერთოდ ხმასაც არ იღებ. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან 2 კვირის წინ ჩადის გერმანიის ახლადარჩეული კანცლერი შოლცი და ჯერაც არ უთქვამს, იმას ლაპარაკობს ინგა და საუბრობს, რომ ჩვენ ვიწყებთო დივერსიფიკაციაზე მუშაობას ენერგეტიკის მიმართულებით და არ გვინდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკაზე, ეს არის ახალი სიტყვა, რომელსაც საუბრობს გერმანიის კანცლერი განსხვავებით კორუმპირებული შროდერისგან, რომელმაც ხელი შეუწყო იმ პირველი Nord Stream 1-ის მილსადენის და გასადენის ამუშავებას, რის მეშვეობითაც პუტინი დღეს უკრაინასა და პოლონეთს გუდავს და რა საფრთხეების წინაშე დგევართ ეს მინდა ვთქვა, იცით? და ამის შემდეგ ნახეთ, გამოდის კანცლერი, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი. იმდენად ყურადღების მიღმაც რჩება მსგავსი განცხადებები სოფლიო პოლიტიკური ლიდერების მიერ გაკეთებული და ვოლსკებზე და ყობახიძეებზე საუბრობთ, გვიწევს შეხსენება. გამოდის პრესკონფერენციას ატარებს და ამბობს, რომ ბაიდენი ცალკე საუბრობს, რომ თუ კი შეუწყვიტავს რუსეთი დასავლეთ ევროპას და გერმანიას გაზს და გაზის მიწოდებას, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას თხევადი გაზით მოამარაგოს მთელი ევროპა. აქ ალბათ უნდა გავიხსენოთ მედვედევის განცხადება. მედვედევის ფრაზებს ვკითხობ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები მალე გადაიხდიან 2,000 ევროს 1 კუბურ მეტრ გაზზეო, ასე ეხმაურება ის ჩრდილოეთის ნაკადი ორი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და აი ამის შემდეგ გამოდის იმავე პრესკონფერენციაზე შოლცი, კანცლერი გერმანიის და საუბრობს, თუ კი რუსეთი შეგვიწყვიტავს ჩვენ გაზის მოწოდებას, ევროპას, გერმანიას, მათი დარდონ, რომ ვერ გაყიდიანო გაზსო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი მუქარებით, შანტაჟით მარცხი იწვნია უკვე რა მიმართულებით. ერთი, გამოვლინებაა სტრატეგიული მარცხისა. ერთი, როდესაც უკრაინა როგორც სახელმწიფო დააკავშირა ძალიან ბევრ ცივილიზებულ სახელმწიფოსთან სხვადასხვა კავშირების სახით, იქნება დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინის კავშირი, დასავლეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა სხვა დონეზე გადადის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სხვა დონეზე გადადის ურთიერთობები, ნატოსა და უკრაინას შორის აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე ადის პოლიტიკური სამხედრო ურთიერთობები. ერთის მხრივ ეს მოახერხა ამ წუთისთვის მისდა საუბედუროდ პუტინმა და მეორეს მხრივ სოფლიოში, ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ორიენტაციების ცვლილებები ხდება. კი, და ჯო ბაიდენის სიტყვას ელოდებიან უკრაინის წინააღმდეგ. თბილისის დროით 22 საათზე. კი, რუსულ გაზზე თეთრი სახლის შეტყობინება დიახ. რუსულ გაზზე როდესაც უარ სიტყვის ევროპა, კი, ძვირი დაუჯდება, მაგრამ ევროპას ახალი გაზის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მეშვეობით ყიდვის შესაძლებლობა ექნება, მართალია უფრო ძვირად, მაგრამ სამაგიეროდ თავისუფლება, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, სუვერენიტეტი და დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები გაიმარჯვეს და ამ დროს ბატონი ვოლსკი და მათიკაშვილები და კობახიძეები და მდინარაძეები უხერხულად უბრალოდ
მეჩვენება რომ საერთოდ პოლიტიკური ელიტის ნაწილად არიან წარმოდგენილი. აი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ბაიდენის სპეციალური მიმართვა იქნება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე. მოკლედ, რატო ლაპარაკობთ ამაზე? ხო რომ კარგად ავხსნათ რა რეალობაში ვცხოვრობდა ნიკა, იმ დღეს ვფიქრობდი რომ აი ჩვენ სად ვართ თქო რა ამ ყველაფერში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ჩვენ სად ვართ ამ ყველაფერში, როცა მართლა ახალი წესრიგი მყარდება. ცენტრალური მაგისტრალიდან თავი ცენტრალური პოლიტიკური მაგისტრალიდან, როდესაც მეორე ხარისხოვან გზაზეც კი აღარ ახარ, სოფლის გზებზე გადაადგილდები, სადაც ასფალტითაც კი არ არის. რეალურად გზები დაგებული და სადღაცა ყანებში დადიხარ, უბრალოდ აღარ ახსოვხარ, მაგრამ არ ახსოვხარ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროს კი არ არის. ერთი სული გაქვს, არც შეგამჩნიო. ერთი სული აქვს, რომ არ მოხდეს, არც წავიდო თვალსაჩინოს არეში, არც წავიდო და არც გაუშვებდნენ ღარიბაშვილს. მათი ნება რო ყოფილიყო მიუნხენის კონფერენციაზე, მაგრამ ინგა გრიგოლია და სხვა ჟურნალისტები ბუგდან აღარას შემოკრავდით და იტყოდით რომ აგერ ღარიბაშვილი არც კი ჩავიდა მიუნხენის კონფერენციაზეო და ადგა და უბრალოდ ჩავიდა მოწმედ და შეხვდა ვის კაცმა არის. ფაქტი იცით რა არის ნიკა, კიდევ ერთხელ ვიტყვი. შემდეგ კითხვას დაგისვამ. აი ყველაფრის ცხადად დანახვა შეიძლება თუ პოლიტიკური შურისძიებით არა ადამიანი ახსილი, აი პოლიტიკური მიდგომებით იგივე ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, გაეროში ის ორი ერთმანეთის იდენტური გადმოკოპირებული დოკუმენტი და კრემლი კარგად აკეთებს კოპირებასო, ეს იმაზე მეტყველებს, მეგობრებო, რა მოხდა 2008 წელს ამ ქვეყანაში. ეხლა მინდა კითხვა დაგისვათ სააკაშვილის. სხვა შორის აი ეს ომის თემა არის ერთ-ერთი მთავარი, რასაც სულ უყენებდნენ, მას ბრალდება და დღეს ციხიდან გაავრცელა მან თავის სათქმელი, სათხართის ხალხიო, ვინც მაბრალებდით ან ომის დაწყებას ამ პროვოკაციაზე წამოგებასო. სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. აი ამ პროცესებში თითქოს სალაპარაკო ადგილი რაღაცა შიდა პოლიტიკურ ამბებზე არ უნდა იყოს, მაგრამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა გამოაცხადა უვადო შიმშილობა. ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითა შესაძლებელი. როგორ წარმოგიდგენიათ ნიკა, სადამდე მიდის სააკაშვილის გზა? ის ამბობს, რომ არ შეწყვეტ შიმშილობა. ერთი ძალიან სამწუხაროა როგორც მოქალაქისთვის, როგორც ქართველისთვის, როგორც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის ხილვის მოსურნესთვის, ხომ? რომ სააკაშვილი დღეს არ არის თავისუფლებაზე და არ არის სოფლიო პოლიტიკის კეთების პროცესში ჩართული, მით უმეტეს, როდესაც მთელი დასავლური დემოკრატია და მთელი ცივილიზებული მეტიც სამყარო ერთში ადარებს უკრაინაში, რაზეც ვლაპარაკეთ, განვითარებულ მოვლენებს 2008 წლის მოვლენებთან და ამ დროს, რა თქმა უნდა, ცოცხალი მაგალითი, ადამიანი, ვინც იყო ბრძოლის წინა ხაზზე და უმკლავდებოდა რუსეთის აგრესიას, წარმოიდგინეთ, რამხელა წვლილის შემტანი იქნებოდა ის არა უკრაინის სახელმწიფოების უსაფრთხოების ჭრილში მხოლოდ, არამედ ზოგადად ახალი ევროპის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების საქმეში. ის უბრალოდ იქნებოდა ახლა 24 საათის განმავლობაში თელს საერთაშორისო მედიაში წარმოდგენილი როგორც ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რა მოხდა 2008-ში, როგორ არ უჯერებდა მას არც თუ ისე ცოტა ის ადამიანი, ვისაც უნდა დაეჯერა პოლიტიკური აქტორები ევროპიდან, მაშინდელი ხელმძღვანელობა და ეს გამოადგებოდა თელ ცივილიზებულ სამყაროს. ეს ადამიანურად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად არის ძალიან გულდასაწყვეტი. რაც შეეხება ახლა უშუალოდ თქვენს კითხვას, ამოცანა არის ყველასი, ვისაც გული შეტკივა მომავალზე. ჩვენს მომავალზე, აი ინგასა და ნიკასა და უცხო ყველა საქართველოს მოქალაქის მომავალზე, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის მომავალზე შესაძლებლად მოქალაქეებსაც ხომ გულისხმობთ რა და ეგოისტურად ძალიან მაგრად მინდა რომ განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვრო. ძალიან მაგრად მინდა. გადარჩენის საკითხი მიხეილ სააკაშვილის უნდა იყოს პრიორიტეტული. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გამოყვანის საკითხი არის პრიორიტეტული. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლება
არ გათავისუფლება, ვერ გათავისუფლება, დროში როდის გათავისუფლება, ამის პროგნოზირება იქნება ეს ხვალ ზეგ ერთ თვეში შეუძლებელია, მაგრამ ნუ ვისაუბრებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი. მე მიხეილ სააკაშვილს როგორც პატიმრად მას არ აღვიქვამ და არც ვუწოდებ. იმიტომ ეს არის კლასიკური ტყვე. პატიმარი, როდესაც ხარ შენ და პენიტენციალურ დაწესებულებაში ხარ მოთავსებული, შენ გაქვს შესაძლებლობა ისარგებლო ყველაფრით, იმით, რითიც სარგებლობ როგორც პატიმარი, მაგრამ ვერაფრით ვერ სარგებლობს, რითიც უნდა სარგებლობდეს თუნდაც უკვე ავტოკრატიულ სახელმწიფოში პატიმარი. ვერ სარგებლობს იგი სამართლიანი სასამართლოთი და რანაირ პატიმარი ხარ, როდესაც კლასიკური ტყვე ხარ, როდესაც იცი რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ნებასურბზე, ანუ ხუშტურზეა დამოკიდებული, შენ იქ იქნები თუ არ იქნები, რანაირი პატიმარი ხარ შეხება ტყვე, როდესაც აი სატელეფონო ზარი რო ზარია, ის არ ხორციელდება მის მიერ. მე ხო ვიყავი ციხეში. მე ხო დამირეკია თქვენთვის. თქვენ რატო ის რატო ვერ გირეკავთ? მე გირეკავთ, იქ მქონდა, არ ვიცი, 40 წუთი მქონდა თვის თორსლები 40 წუთი თვის განმავლობაში. მქონდა ამის უფლება, შესაძლებლობა. იმავე ციხეში ვიჯექი, ახლა მიშანა მესამე სართულზე, მე ვიყავ მეორეზე. მე მქონდა ამის უფლება, ხო? მას ამის უფლება არ მიცეს. და რა არის პატიმარი? ის არის ტყვე. ხო და ამის ბევრი სხვა და ამიტომ საზოგადოება როგორ და რა გზიცა მოგიდგენია უყურე თვითონ რას ამბობს სააკაშვილი კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ინვალიდიზაცია არის გარდაუვალი დიაგნოზი ექიმებმა დამისვეს ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულების გარეთ და ეკა ხერხეულიძე დღეს მას რომ შეხვდა ანუ საზღვარგარეთ მის მკურნალობაზე ეს როგორ წარმოგიდგენია თავად ამბობთ რომ ზარის უფლებასაც კი არ აძლევენ, ეკიმის უფლებას არ აძლევენ და. დიახ, ამიტომაც ვეძახით ეს შესაძლებლობა მას რო კონდეს. მოუკვდები ისე როგორც უნდა კვდებოდნენ პრეზიდენტებიო, რო თქვა, ანუ გაუგებარი იქნებოდა ეს შესაძლებლობები მას რო კონდეს. პირველ რიგში სამართლიანი სასამართლოს გამოყენების შესაძლებლობა და სარგებლობის შესაძლებლობა არავის გვექნებოდა უფლება პროტესტისა და დაველოდებოდი ძალიან მაღალი მოთმენითა და რუდუნებით სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს. დაველოდებოდით, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის ასე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც ისინი ასაღებენ, რომ თითქოს სასამართლო არის ოდნავ დამოუკიდებელი. ბრძოლა მანამ სანამ ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი მეგობარი, ჩემთვის ახლა ადამიანურად, პოლიტიკურად, როგორც მისი დაფუძნებული პარტიის არჩეული თავმჯდომარის, აი, როგორ გითხრათ, პოლიტიკური ვალდებულება არის, პრაგმატული ვალდებულებაცაა, მითხოს და გავიმეორებ, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად ვიხილოთ თავისუფლებაზე. და ჩვენი ბრძოლით უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვადა მისი ტყვეობაში ყოფნისა. მე რო ეხლა თქვენ გითხრათ, რომ მომდენო სამშაბათს მიხეილ სააკაშვილი არ იქნება ტყვეით, ეხლა ეს სერიოზული ხო არ იქნება ჩემის მხრიდან, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება. მარტივად გითხრათ, მისი გამოსვლა პენიტენციური ცხონებული არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც აკეთებდა თავის საქმეს და არაფერს სხვას და უყვარდა ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები, ხო? თქვენი თანამშრომელი, რომელიც მოკლეს, ხო, 5 ივლისს. ხო? ლექსო ლაშქარავაზე მკვლელიზე დაჟა, ხო, მთელი თქვენი TV პირველის გუნდის და თანამშრომლების და მეგობრების სურვილია და ამიტომაც გახვედით უპრეცედენტოდ ქუჩაში ჟურნალისტები და არა მარტო TV პირველის თანამშრომლები, ხო? მაგრამ ეს ბრძოლა ხომ არ შეგიწყვეტიათ. ახლაც აქ რო ხართ, იბრძვით იმ სიმართლის დადგენისთვის. ამ ბრძოლაში ვართ, ამ ბრძოლიდან ჩვენ არ გადაგვიხვევია და ვერ გადავუხვევთ. მაგრამ ის რომ გვინდა რაც შეიძლება მალე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და არა უბრალოდ იქ 1-2 თუნდაც კვალიფიციური ექიმი შევიდეს მის მოსანახულებლად ეს რომ საქმეზე შველოდეს მე გამიხარდებოდა მაგრამ მისი მონახულება მესმის მაგრამ აი უყურეთ ეხა სხვა რეალობა დადგა გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ მან თქვა რომ უვადო სრულ შიმშილობას ნერვიულობს განვიცით ხო და აი მაინტერესებს პარტია როგორ ხედავს მისი არ ვიცი შიმშილობას არ შემწყვეტო კაცი ამბობს და როგორ ხედავთ აი აქედან გამოსავალს ცენტრალურ ოფისში და გვექნება შეხვედრა თბილისის პარტიის თავმჯდომარეებთან, მე გვექნება ჩვენ რეგიონალური პარტიის თავმჯდომარეებთან, მე გვექნება პოლიტიკური საბჭო და ერთად გადავწყვიტავთ, იცით? და ჩვენს ამორჩევლებს, ჩვენს ხარდაჭერებს მინდა უთხრა რომ ეს არის ის ბრძოლა, სადაც ყველამ ჩვენი წილი
პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ყველამ და ერთმანეთს ხარში და გვერდში უნდა დავუდგეთ. და ნიშნის მოგებით საუბარს უნდა შევშვათ, იმიტომ რომ თქვენდაყვანილი მეგობრის გათავისუფლება ადვილი რომ ყოფილიყო, უკვე გათავისუფლებული იქნებოდა. იქნება შესაბამისი, რა თქმა უნდა, ნაბიჯები გადადგმული, ურთულესი ბრძოლა, ურთულესი პროცესია. ეხა ეს იგივეა, იცით, ეხა როგორ რამდენად არასინდისიერი ადამიანი უნდა ვიყო, რამდენად სინდისის და შორს უნდა მდგომი ადამიანი ვიყო, გითხრათ, რომ ამდენი ხანია გავიდა. ვერთად დამიფაროს ეს გავიელო თავში მაინც, ხო? და მოკლული ჟურნალისტი ისე მკვლელი რატომ არ არის დასჯილი. ხო? მე მესმის ადამიანების, მათ შორის ჩასაფრებული ადამიანების პრეტენზია, რომ მიხეილ სააკაშვილი 4 თვეზე მეტი არის ეთყვე და რატო ვერ გავათავისუფლეთ. ჯერჯერობით ვერ გავათავისუფლეთ. ეს არის სიმართლე. ამ სიმართლისგან მე გაქცევას არ ვაპირებ, მაგრამ როდესაც შენ გინდა მართად შედეგი დადგეს და ეს ქვეყანა გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეიცვალოს ხელისუფლება კოალიციური მთავრობით, დასავლეთზე ორიენტირებული, გულისხმობ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობით, რომელიც ხალხზე იფიქრებს და არა ბიძინა ივანიშვილზე. ხო, როდესაც შენ ეს გინდა, გვერდში დგებიან და გერბზე წარწერა ძალა ერთობაშია იციან და არ მგონია ეხლა ზელენსკის პარტიაში, ზელენსკის პარტიის არ ვიცი რაღაცა მცირე თუნდაც რადიკალურად განწყობილი ნაწილი ეჩხუბებოდეს ეხლა ზელენსკის რატომ არ კლავ შენ რუს ჯარისკაცებს რატომ ვერ კლავო. ამიტომ იქნება ძალა ერთობაში პრობლემები გადაწყება და თუ კი ჩვენ რუსულ და ქართული ოცნების პროპაგანდას ვასაზრდოვებთ და მოღალატეების ძიებას დავიწყებთ ერთმანეთში, პირდაპირ გეუბნებით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან გაგვიჭირდება ამ რუსეთის მიერ მართული ხელისუფლების დამარცხება იმ ვადაში, რა ვადაში ჩვენ გვინდა შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის ჩვენ პრესკონფერენციას ველოდებთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯო ბაიდენმა უნდა გააკეთოს განცხადება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გამო, ამიტომ არ მინდა რომ რაღაცა დროშით სტომილება მქონდეს, ამიტომ ძალიან მოკლედ მითხარით, მიშაზე ვლაპარაკობდი და ეს სიტყვები ჩემი მეგობრული კოლეგიალური გაფრთხილება იყო პარტნიორული მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების, ევროპელების განწყობა და ხმას არ მოიხებდნენ და კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა და არ ჩამოსულიყო, დღესაც იგივეს ვფიქრობ, იმედის ჩანაწერებით რაც მოვისმინე. მე შარშან დაახლოებით ამ დროს, ნუ ხვალ 23 დღეის ორს შარშან მოხდი რუსთავის ციხეში, ხომ? და სულეთ შეგნებულად გადავდგი ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი. იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ თქვენ ჩემს მეგობარს, ნებისმიერ სხვა მეგობარს, ან ოჯახის წევრს, რო ეთქვა, იცი, ნიკა, მეგობარო, მიდი რა, სორსაკეთებ, წადი ციხეში. და ვიცი რომ თული დღეები უნდა გაიარო და გაიარე, ხო? მე მას ვერც თანამებრძოლად, ვერც კეთილ სურვილად და ვერც მეგობრად პოლიტიკურ და ადამიანურად ვერ ჩავთვლიდი. ამიტომ ეს მე ვფიქრობ ასულს სცემს თქვენს მიერ დასულ კითხვას. როდესაც მე საბოლოოდ დარწმუნდი, რომ მას ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მე საჯაროთაც, რა თქმა უნდა, ხარი დავუჭირე მას. როდესაც დარწმუნდი, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი, თქვენ მაგალითად, ეხა რო ქონდათ შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან საუბრისა პრივატულად. თქვენ წაახალისებდით, მას ეტყოდით, მიშა, შენ დიახაც ეს ნაბიჯი ნახევრად სასიკვდილო უნდა გადადგა? მე მგონი არა. ზუსტად ასე ვიქცეოდი მე და ასე მოვიქცევი ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც პატივს ანუ დღესაც ვფიქრობთ, რომ შეცდომა იყო. არა, მე ვამბობ, როდესაც მან ეს არის ძალიან პერსონალური გადაწყვეტილება. როდესაც სიცოცხლეს ეხება და შენ არ შეიძლება ადამიანი ამ გადაწყვეტილების პროცესში წაახალისო. ეხლა თქვენ რო გეთქვათ, რომ ნიკა, იცი რა, წადი ციხეში, მე ეჭვი შემეპარებოდა თქვენში. მაგრამ ეს ზანიშას მე არ უნდა გამეკეთებია, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი. და გააკეთა ადამიანმა, ისაც გააკეთა, გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც იყო მე იგი საჯაროდ მას ხარი დაუჭირე და ახლა რა მნიშვნელობა აქვს წასულში ქექვას აზრი არ აქვს და არც უნდა ვიქექებოდეთ. თანამებრძოლი არის მეგობარი ტყვედ აყვანილი და ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ემოციურადაც, ჭკუითაც, რიცხოვნობითაც
და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ნიკა, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატება მინდა გისურვო და სანამ გახვალ მაყურებელს ვეთქვი, პუტინს ჰქონდა შეხვედრა ალიევთან მოსკოვში და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ასეთი რამ თქვა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ საკითხის პრობლემის უკრაინამ რომ თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ასევე ევროკავშირის თემაზე მინდა წავიკითხო ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის შავ სიაში შეტანილია სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცეს დღევანდელ აღიარებას. შავ სიაშია 27 ფიზიკური, იურიდიული პირი, ბანკები, ორგანიზაციები და რუსეთს შეეზღუდება წვდომა ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე და ევროკავშირის კაპიტალის ბაზართან. მოკლედ ძალიან საინტერესო პროცესია. უარყოფითი ეფექტი რაც ამუშავდა 2008 წლის ომის შემდეგ რა იყო, როდესაც შეჩერდა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ფაქტია და ამაზე საუბარიც კი შეწყვეტა ამჟამინდელ ხელისუფლებამ და უკრაინაშიც ბუნებრივია პუტინი ფიქრობს, რომ ტერმინირება მოახდინა მათი მისწრაფებების ნატოს ბლოკში, მაგრამ მედი მაგ და ძალიან იმედის მომცემი არის ბორის ჯონსონის მიერ გადადგმული ნაბიჯი უპრეცედენტო ნამდვილად, როდესაც მან დაასანქცია პუტინის უახლოესი და საინტერესო ეხა რა სიტყვის ბაიდენი, რომლის პრესკონფერენცია ძალიან მალე უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ნამდვილად ცხოვრობთ ისტორიულ სადაც თავისუფლება გაიმარჯვებს დიქტატურას. მადლობა ნიკა მელიას, მე მას წარმატებას უსურვებ.